Salmebit, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და ძალიან გთხოვთ, ნუ მწერთ, ქალბატონო ნინო იმას არ უნდა უპასუხო, ამას არ უნდა უპასუხო, ისე თუ არაფერს არ ვუპასუხებ, არისთვის მაქვს ეს გვერდი ვერ გავიგე. რომ არაფერისთვის მეპასუხებინა, მე თქვენთვის ქალბატონო ნინო, მე მომდევნო წერილში რომ წერთ, იმდენი ინფორმაცია ავკრიბეთ და ისე კარგად ამბობ და ის ზუსტად ამბობ და ეს არ ვიცოდი და ის გავიგე და ეს გავიაზრე, მაშინ ეს არ იქნებოდა, ვერც მაგ ინფორმაციას აიღებდით. ახლა თუ კი ვნახულობ რაღაცის ძალიან ორიენტირებული, მე არავისთან არ ვარ ჩასაფრებული, მაგრამ ნამეტანი რომ ახლა ჩემს სმენელს მithumedes შეურაცხყოფას მიაყენებს ადამიანი ან დაახახავებს ან რაღაცა გაბრაზების მალის მეუხატავს ან რაღაცას, რა თქმა უნდა, დავეკონტაქტები, ხო, ვინ ხარ კაცო, ჩემს გვერდზე, ჩემს ოჯახში, ჩემს სახლში, შემოდიხარ. ჩემი სახლია იგივე, ხო, ეს ჩემი სივრცე. ხო და ჩემს სმენელს აყენებ შეურაცხყოფას. და ამ დროს ბალძე ხარ და ტყემალს ჭამ. ელემენტარული Facebook-ზე დავწერე სანთლის ფიგურა მიდევს და იგი სპირიტიზმის რიტუალი და სანთლის ფიგურა კალმა ერთმანეთისგან ვერ გაარჩია. და მიკომენტარებს და ახლა პასუხს თუ გავცემ ესეთ ხალხს რაღაცას, ამაზე თქვენ შენიშვნებს, რა ვიცი მე როგორ მაძლევთ. რა თქმა უნდა გავცე პასუხი, აბაისთვის ვერ მეაქ. და ახლა დებილივით თუ გამოვა ვიღაცას არ მიყვარს და არ არის ჩემს ლექსიკონში, მაგრამ ახლა აბა რა გავაკეთო? თუ ყველაფერს მისი სახელი ჰქვია. და ისე რომ დაპოსტავს ადამიანი კი თქვენ ხო ესეთი ხალხი ხო იცინის, ხო ახახავებს, ხო რაღაცა, ხო და მეც ესე გავიცინებ და თუ მოწონს კი ბატონო, ჰე. მან ხო გამოხატა, შემომივარდა და მე პასუხი რო გავცე ახლა ვერ გავიგე, აბა მოვასაქმებიო ჩემს იმაზე გვერდზე. არ შეიძლება? და მოისმინოს დებილი როგორია, სიტყვა როგორ მოწონთ დებილიზმი, იტვირთონ და ატარონ. კი ბატონო. უფრო მეცაც მივაწერ. ნახოთ აბა ეხლა. კარგი გაშლა მინდა, ეხლა მინდა მე გაშლა, სხვათა შორის ეს არკანი ძალიან პოზიტიურია. რაღაცა შეყვარებული მინდა ახლა გამოვიჭირო აქ. ენერგეტიკულად. შეყვარებული არ მისმენს. ოღონდ ორმხრივი, ცალმხრივი არ მინდა. მოდით ნახოთ ვისე რომანტიკება. კაიგაც. არ ვიცი მე რომანტიკება თუ რა პირდაპირ ესეთი პასუხი გამცა, არ ვიცი მინდა თუ არ მინდა თუ რა მინდა. ეხლა რა ხდება? როგორ არიცით შემოკარკვავად კი არა ხართ, ძალიან კარგად იცით და პირს არ გაწყენთ თუ იქნება ნორმალური და თქვენს გულს გაახარებს და ნორმალურ ნაბიჯს გადმოდგამს. და ეხლა ეს დუღე მამაკაცები და ზოგიერთები ესე სულ ხელებში რომ არიან შემოჩერებული და ყველანაირ ნერვებს გიშლიან და გამცირებენ და ესეთი რაღაცა თავისთავად არ მინდა, რა ვიცი, რათ მინდა, იტყვება იტყვით. ყოველ შემთხვევაში აქ თქვენ კი მაგ ენერგიები სადღაც არის, მაგრამ იცოდეთ რომ დასრულდა თითქოს ეს არ ვიცის პოზიცია, თქვენ აქ უკვე გეგმაც გაქვთ და როგორ არის იცით, თითქოს რაღაც ძალაც გაძლევს მიმართულებას ან გიბიძგებს, აი აქეთ უნდა წახვიდე, რაღაც გაძლევთ აქ თქვენ, კი ბატონო, აი მიმართულებას. მოდი ვნახოთ რა იქნება, თქვენ პირადი მინდა ახლა კიდე სხვა თემაზე გადავიდეთ. პირადში რა იქნება, რა ცვლილებები იქნება პირადში. არის საქმე. არის საქმე. არის. პასუხი არ იქნება. არის, მაგრამ როგორ არის იცი, ძალიან ჩუმად, ძალიან წყნარად, თითქოს არ მინდა ჯერ რო შემამჩნიო. ეს ადამიანი გიცნობთ თქვენ, ეს არ არის უცხო და ესეთი პიროვნება გიცნობთ, მაგრამ რატომღაც ესე იგი ნახე შეყვარებული როა გავიგეთ. და ამ ენერგიებიდან გამოსვლამდე
ერთი თუ გქონიათ შეხვედრა ლაპარაკი ყოფილა, ლაპარაკი გქონიათ ამ ადამიანთან. გქონიათ, თქვენ იცით ამასთან ან შეხვედრა, საუბარი ესეთ რაღაცები გქონიათ, ისე კი იცნობთ. თუ აზრზე ვერ მოხვედით, შეიძლება მიცით ვინც არის, ან აზრით ვერ მოხვედით, იცოდეთ რომ ეს ადამიანი თქვენ გიცნობთ, შეხვედრა, საუბარი გქონიათ, რაღაც დონეზე საუბარიც გქონიათ, მეგობრული და რაღაც ან თანამშრომლური და ესეთი უფრო მეტად და არა მანახე კიდე რა თემაზეა სიყვარული გამომხოვნები ამას თქვენს მიმართ? არა, რას ლაპარაკობ? ეს ჯერა ესა ფიგურას იცავს თუ კუნთებს იმაშვება, იმაგრებს რაღაცა ესეთ თემაზე. საუბარი, ახლა აქ შედის მარტო კუნთები და ეს ხო რაღაცა შეიძლება თავისი სამსახურის საქმიანობა, რაღაცა, რა ვიცი, 1000 საკითხებია პირადის გარდა ყველაფერს ყურებს იფხანს. მაგრამ იცოდეთ რომ ამ ადამიანს თქვენს მიმართ აქვს გრძნობა, რასაც მალავს, რასაც ფარავს. კი ბატონო, და მანახე ახლა რამდენი ხანი იქნები ამ ენერგიებში, ბოლო რას იზამ, გამხელო. რას იზამ, როგორ მოიქცევა, დედა. ამ ხალხს რაღა უნდა. აქ ხელს უშლიან მაგას. ყავის ტრუბა მეც დავიწყე ჩაწერის დროს. ხელს უშლიან ჩემო კარგებო. შეიძლება მთლად ოფიციალურად თქვენთან კი არ უშლიან ხელს. აი აქ იმდენი ხალხი ყავს, ალბათ სანათესაო ყავს ბევრიან მეგობრები, სანათესაოა ეს. აქეთ ქალბატონი, იქით ვიღაცა უძახის, აქეთ რაღაცა, რა ვიცი, იქით მირბის, მორბის და თქვენთან აქვს ნეიტრალური პოზიცია. ამას ძალიან თქვენსკენ რომ მოდიოდეს, ალბათ იმ დროს ვიღაცა დაურეკავს და გადაახვევინებს გზაზე და ესეთი რაღაცა, ძალიან ბევრი ხალხი ყავს. თქვენთან დაკავშირებით ეს ხალხი ხელს უშლის რამეში? არა, კი არ უშლით, აი ეს მომენტი არის. ეს რავი, დამეხმარეს ეხვეწება სულ ყველა? ხო, მაშინ გამოდის რომ აჭირვების ტალკვესია? არა, რაღაც აქვს ესე იგი, რომ ან დამეხმარე, ან იქით წამყევი, აქეთ წამომგ რაღაცა ესეთნაირად არის ეს ამ ხალხთან დაკავშირებული. მაგრამ ძალიან ბევრი ქალები არის, ქალთა საზოგადოება ხომ არ უყვარს ამას შემთხვევით. მანახე, ქალთა საზოგადოება გიყვარს. შეიძლება ამას არ ამჟღავნებს, მაგრამ არაა გამორიცხული. კარგი, თქვენთან მიმართებაში მიუხედავად ამ ყველაფრის, ახლა გავიგე ეს ხალხი რა იზამ, რამეს შობედარი ჯანს დემაგერდანი, შობედარი. რამეს იზამს იმოქმედებს. მოქმედებაზე თან არ უნდა, ძალიან შემელებული კადრია. აი, მაინც იზამ რამეს მოქმედებ კიდევ კითხოთ. ნახეთ, აქ სიყვარულზე და ესე ეს არ გესაუბრებათ, მაგრამ ძალიან გულწრფელი, ძალიან საქმიანი რაღაც შეიძლება ერთად სადმე წახვიდეთ, გამოიკვებოთ, შეიძლება რაღაც ესეთ საკითხებზე, სამსახურეობრივ თემებზე, სურვილებზე, ოცნებებზე, ესეთ რაღაცებზე იყოს აქ საუბარი. აშკარად ეს ყველაფერი არის, მაგრამ ცოტა გრძელდება და როგორ არის, იცით, კიდე ესე რომ ვთქვა, თავშეკავებულად არის და რაღაც საკუთარ თავს, ესე რომ ვთქვა, რატო გაქვს ამხელა, რატო არ ამბობ ხმას, რატო არ იღებს, მოდი მაშინ ასე ვკითხოთ. ჯერ დაღლილი ვარ, კრიზისი მაქვს ფინანსური, რაღაცა მაქვს საყიდელი, შესაძენი და მერე ამოიღებ ხმას, მერე იზამ რამეს, მერე მივიღებ გადაწყვეტილებას, კი, აი ესე არის. ესე იგი, ეხლა რომ რამე გითხრა, როგორ რაღაცას მეუბნება, იცით? ეხლა რომ რაღაცა გითხრა, ჯერ მაინც ვერაფერს ვერ ვიზამ და რა აზრი აქვს. აქ მეო, ჯერო, ესე იგი, რა ხდება?
რაღაც საქმე უნდა გავაკეთო, ეს ფინანსური კრიზისიდან გამოვიდეო, ეს ძალიან გადაღლილი, გადამწვარი ვარ და ამ წუთში უბრალოდ არ შემიძლია. ოღონდ ეს არის მატერიალური მხარეები შემოკარგებო და არა სხვა მხრივ. აი ამ ყველაფერ რაღაცის შეძენა უნდა თუ გაკეთება უნდა რაღაც ღირებულის, რა ვიცი, შეიძლება ბიზნესის დაწყება უნდა, შეიძლება სახლის ყიდვა უნდა, ყველასთან ინდივიდუალურია, ხო? ამ ყველაფერს მე რომ ვიზამ და მოვაგვარებ, მე მივიღებ შენთან გადაწყვეტილებას და კიდევაც გეტყვიო, გაგიმხელო, რომ ძალიან მიყვარხარო. გზაში გეტყვი ხოთა შორის ამას. ხო, რაღაცა გზაში. ან ხო, მაინც გზაში. გადაადგილების დროს, რა ვიცი, მე მატარებლით მიდიხართ, კაჭკით მიდიხარ. მანქანით მიდიხარ. რაღაცა გზაში გეუბნებ. მე გეუბნებათ თუ უბრალოდ გამოხატავს ამ ყველაფერს. ხმას ამოიღებ თუ სამეს ამოიღებ. უკაცრა. არა, ნახეთ როგორ აკეთებს გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ აქაც თავის პრობლემებზე საუბრობს და რაღაცა პრობლემებს სიტყვას მოყვება. რომ მისთვის ფასი ხარ. არ ვიცი რა უყოთო. სიტყვას მოყვა კაცო, ესე იგი. ხო, რო ძვირფასი ხართ და თქვენზე ნახე თქვენი დაცვას წყური, კაი როგორ რა სიტყვი, მოდი ახლა ცოტა წავე. კაიფოთ ეს რა იტყვიან. აი ხო, ზუსტად დაცვაზე საუბრობს, იცით რა არის? შენი დაცვა მინდა რაღაცა, აიცი რა არის, მინდა რომ ბედნიერი ხარ. ძალიან მეცინება რა გამაკეთა. ესე იგი არ ვიცი რა, პირდაპირ გიждები ესეთ ხალხზე. და კაცი რომ იმას მეტყვის, მინდა ბედნიერი იყო ვიღაცის გვერდით, ის კაცის არაფერი აღარ მინდა უკვე. მე პირადად. აქ ესე გესაუბრებათ ეს და თან უყვარხარ და როგორ არ გამეცინოს ახლა. ეს რომ ახლა ნახეთ, მე ხო ამას ხედავ, მაგრამ თქვენ არ იცით და დაუშვათ ახლა ვიცი რომ მამაკაც უყვარვარ და ნაირად ვესაუბრთან, რა თქმა უნდა გამეცინება და მე იტყვის რომ დამცინია. სასაცილო ახლა ამის მოქმედება, აბა რა არის? მინდა რომ ბედნიერი იყო, მინდა რომ დაგიცვა შენზე რაღაცა მაინც ზრუნავ თითქოს და იცი რა ეთყობა გარშემომყოფებმა რომ არ შეგავიწროვონ და რაღაცა ისეთ რაღაცებს გამოხატავს თითქოს არ შეგეშინდეს და რაღაცა ძალიან მზრუნველობითია. იცი რა მინდა რომ რაღაცა უფრო მეტი გააკეთო და უფრო მეტი რაღაც ნაყოფიერებაში გადახვიდე, ალბათ უფრო წარმატებას მიაღწიო არის ეს. წარმატებას, ხო? და სხვათა შორის ალალი ხარ რომ მაგასაც გეუბნებათ. მაგრამ ეს რა არის? ხო, იმას გამოხატავს ხანდახან, რომ თუ ინმეს გვერდით რაღაცა ურთიერთობაში შეხვალ და რაღაცა ცოტა როგორ გეუბნებათ? ესე იგი ვიღაცასთან თუ არ გაგიმართლებს და შენ ურთიერთობაში შეხვალ და არ გაგიმართლებს, ეს ძალიან, რა ვიცი რა, მოკლავს და დაახშობს და ასე უზამს და ის რაზე გადარდებს ვერ გავიგე ეს ადამიანი. ახლა მოდი დავუსვათ ამ კაცს ჩვენ კითხვა. შედი ურთიერთობაში და არ გაუმართლა, რატო გადარდებს, რატო? კიდე რას ამბობ? როგორ გესაუბრებათ, ანუ ხო, რჩევა დარიგებებს, კი ბატონო, გაძლევთ. არ გაგიკვირდეთ, რომ მომენტალურად თვითონ დაგემშვიდობათ, ეს თემაც გაითამაშოს ამან, მაგრამ სად წამსვლელია. ეს თქვენგან თუ წავიდა მარტო დარჩება. ერთად რჩებით ბოლოსში, აი, ზუსტად ერთად, ხო სწორად კი, აი, ესაა სასწაული განლაგება. თქვენ ერთად რჩებით ბოლოსში. ეს ნახეთ შეიძლება გააკეთოს ისეთი რაღაცა, რომ ვითომ დაშორდით ან რაღაც თქვენი გზები გაიყო, მაგრამ მარტო რჩება და უკვე მოდის მე მგონი ეს ჭკუაზე გონზე, აქ. ამას რომ გაიაზრებს, რომ ნახეთ, თურმე არც ასეთ ადვილი ყოფილა, ესე გაგირბით ეს თქვენ რაღაც მომენტებში კიდე მინდა ტაროს დახმარება აქ. კარგი, მანახე
გაურბი ხარ ამ ქალბატონს? გარდა იმისა, რომ პრობლემები გაქვს. ანახე, გარბი ხარ ამ ყველაფრიდან. თითქოს არ გარბის, მაგრამ მაინც ასე გამოუდის, ნახეთ, გაგირბი ვარ ესე არ არის, თუმცა ბევრი მანიპულაციები აქვს ჩართული და კარგი, მაშინ რას ნიშნავს ეს შენი მოქმედება? ეს თვითონ რატო გინდა დაშორება? მოდი ასე ვთქვათ, რატო გინდა დაშორება? დაშორება რატო გინდა? ხასიათია და აქ თქვენ გზებიც არის თქვენში პრობლემა. რატო გინდა კიდევ დაშორება? დაშორება რატო გინდა? დაშორება არ უნდა. ეს რაღაც ხასიათს გაჩვენებს ეს, თორე ამას დაშორება არ უნდა. ისე მანძილები არის თქვენ შორის რაღაც ხანდახან ეტაპობრივად, ხო? ეტყობა რომელიმე თქვენთაგანი მოძრაობთ ან გადაადგილდება. ამ წუთში თუ არა სამომავლოდ ესე არის. დაშორება კი არ უნდა ამას. ეს არის მისი ხასიათი. ესე იგი ესე გიტარებთ რა, იმას რა ქვია, კლას გაჩვენებთ, კლას. სკოლას გადიხართ. ცხოვრების სეულ გაკვეთილი. აი რა სასაცილოა. კინაღამარ დამაბნია. ხო. აჰა. და მე კი ზუსტად გითხარით, ეს აცნობიერებს, რომ თვითონ ზარალდება ამ ყველაფრით. თქვენ კი არ გიტარებთ კლას და თვითონ ებმება თავის მახეში, მოდი ასე გეტყოდით ეს ადამიანი. კარგი, მოდი გავაგრძელოთ ერთად რჩებით, ხო? ანუ ერთად რჩება ეს ხალხი. ერთად. აი მე ისეთანაც ამას აჟრიალებ თქვენს ჩახუტებაზე გენაცვალეთ. კი ბატონო, ძალიან როგორ არის, იცით? მე მგონი ელეთი ემართება ამას თქვენ რო ვერ გხედავთ და ძალიან ტკივილს განიცდის და რაღაცა რა ვიცი რა ჭირს როდის მიწერთ ერთი სული აქვს და ალბათ რომ მიწერს 9 ჯერ გითხულობთ კიდევ ამ ყველაფერს და აი გეუბნებით რა მე როგორ იქნება. მოდი ახლა ჩვენ მივყვეთ კიდევ მის სურვილებს. კი ბატონო, სიყვარული არ გვინდას რაღაც არ გამოვიდა. იგივე არკანი დაჭდა ბოლოში სიყვარული. კი ერთად რჩებით თქვენ. ერთად. ერთი ხართ. ხაწავა. ხაწამსვლელია. წასვლა კი არა გეუბნებით ამას აჟრიალებს ხალხმა თქვენს დანახვაზე აშკარად. თქვენი ამას ხასიათი, სიმკაცრეც, ყველაფერი შეყვარებულია. თქვენი სიძლიერე, ნახე, როგორ არის, თქვენ ამისთვის უბრალოდ ქალი არა ხართ, ძალიან მრავალფეროვანი ხართ, ეს ძალიან მაგარია. ქალბატონებს, კი ბატონო, გეტყოდით, რომ ეს არის ძალიან მაგარი, რომ ერთფეროვანი ადამიანი ზოგადად მაინც მოსაწყენი არის, ხო? და მით უმეტეს ეს ადამიანი თქვენში ემოციასაც ხედავს, სიმკაცრეს არა გადაჭარბებული დოზით. სიმკაცრესაც ხედავს, სიძლიერესაც ხედავს. და რა ვიცი, აი გადაწყვეტილების მიღება რომ შეუძლია ამ ქალს დამოუკიდებლად, ამასაც ხედავს. და აი ეს ყველაფერი უყვარს თქვენში. და იცით რა არის, როდის დაისვენოთ და როდის რა გააკეთოთ, ამასაც ხედავს. საქმე ასე იგი ძალიან ესეთი კარგი. ჩედა ფუმფულა ხართ? რას მელაპალაკებით? ბევრი თქვენთაგანი ძალიან ცოტა ფუმფულა ქალბატონი მყავს მე აქ ხას. თქვენ ისი ფუმფულეც მოწამთ ამას რომ იცოდეთ. ხა. აი გეუბნებით რა. მეტი აქ რა გითხრათ, ეხლა ორი დასტა დავცალე კაცი. ხანდა ძალიან სასაცილო ტიპია. უბრალოდ დასკვნაში საზრი გამოვიტანე მე რომ ეს რო გააცნობიერებს ამ თავისი საქციელით თვითონ ზარალდება.
მერე უკვე როგორ არის იცით ადამიანი მომენტალურად იცვლება ალბათ ტრანსფორმაცია ხდება მასში რომ აი მე ესე აღარ უნდა მოვიქცე და ჩვენ დავუშვათ ერთად უნდა ვიყოთ და რაღაცები უნდა შევცვალო აქ და ეს არ არის სწორი ხო ამდენი არასერიოზულობა იმიტომ რომ ეს უკვე გრძელდება დიდი ხანი აქ და არა დავუშვათ ერთი თვე და ორი თვე ხო ახლა გაცნობის პერიოდში შეიძლება ფლირტავო ადამიანს და რაღაცა ეთამაშო და გააწვალო მაგრამ მერე უკვე რომ გიყვარს და კიდე რაღაცა საკუთარ თავს ვერ უწყდები და ესეთ რაღაცებს თამაშობ ზაზაზილო ხო თქვი პოზიტიური არის ეს დასტატკო გისურვებთ ჩემო კარგებო მოდი ბოლო არკანი ამოვიღოთ ახლა კარგი რამე ამოდი ძალიან გთხოვ ისევე სამოვიდა კარგი რამე ამოდი კი ელოდეთ სასწაულებს მოდის ეს ადამიანი თქვენთან გულანთებული ცეცხლანთებული მე მგონი სახლის კარებთან მოვიდეს და ეს იმღეროს რომელია მაგი 9 გზა თუ 10 გზა მაქვს და 10-ვე შენსკენ მოდის თვალს გავახელზე და წამწამს ვიზიხარ ეს სიმღერით მოდის ჩემო კარგებო სერენადებით გისურვებთ წარმატებებს და გემშვიდობებით დროებით